ბოლო დროს კულუარებში სულ უფრო და უფრო ყურში მოსახვედრად გაისმის ხმადაბალი საუბარი იმაზე, რომ მიუხედავად პრემიერ-მინისტრის მიერ დაწუნებისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მაინც განიხილავს პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობას. მართლა ასეა ეს თუ არა? მე ნინო ხუბუტია ვარ და წარმოგიდგენთ პოლიტიკოს რუბრიკას 5 ყველაზე. ამჯერად გთავაზობთ 5 ყველაზე აშკარა ფაქტს, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილის პოზიციის მიუხედავად ალასანია მაინც წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ფაქტი პირველი, ალასანია ძალიან დიდი ხანია პრეზიდენტობაზე ოცნებობს საიმისოდ, რომ ეს შესაძლებლობები ახლა დათმოს. საქართველოში მისი დაბრუნების შემდეგ სპეციალურად მის გასაპრეზიდენტებლად შექმნილმა ალიანსმა საქართველოსთვის, სადაც მასთან რესპუბლიკელები და მემარჯვენეები გაწევრიანდნენ, იგი საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ წინა საარჩევნო კამპანია მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობის იყო. ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ ალიანსის ლიდერს ბატონ ირაკლი ალასანიას საპრეზიდენტო კანდიდატად. ფაქტი მეორე, ჩვენთვის დღეს უკვე ცნობილია, რომ ოცნების კოალიციაში გაერთიანებას ალასანია იმ პირობით დათანხმდა, რომ ამჯერად ოცნება გამოაცხადებდა მას საპრეზიდენტო კანდიდატად. როგორც ირკვევა ამ მოლაპარაკებებს, მაშინ ალასანიასთან ივანიშვილის სახელით გია ხუხაშვილი აწარმოებდა. ამ გარიგებაზე ივანიშვილის ეს წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებაც მეტყველებს. მე პირადად აბსოლუტურ საფუძველს მადლობს, რომ თავისუფლად დავენდოდა ქვეყნის მართვაც მოახერხებს თავისუფლად ჩვენი ირაკლი. ფაქტი მესამე, არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა ალასანიასთვის მიცემული წინასაარჩევნო პირობაც დაივიწყა. იგი აშკარა დაითვალწუნა და პრეზიდენტობაზე ოცნებაც დაიწუნა. სასჯელად ჯერ ვიცე-პრემიერობიდან გაათავისუფლა, მერე კი ისიც განაცხადა, რომ ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრი არ შეესაბამება მის საპრეზიდენტო გემოვნებას. ეს არ არის ის, რაც მე ვთქვი, ეტალონური, რაც მე ვთქვი, რომ აი როდესაც გავხსენე ამ ინსტიტუტის აზრი, ალასანი ამ ეტალონს ვერ ერგება. არც უკვე თავდაცვის მინისტრმა შეურაცხყოფა კი მოითმინა, მაგრამ მიუხედავად ლიდერის მიერ დაწუნებისა, მას არასოდეს უთქვამს, რომ უარს ამბობს საპრეზიდენტო ამბიციაზე. ხიდი პრეზიდენტობისკენ ალასანიამ არ დაწვა. მისი განცხადება უბრალოდ იმით შემოიფარგლა, რომ კოალიცია ერთიანად დააყენებს საპრეზიდენტო კანდიდატს, რაც თავისთავად არც იმას ნიშნავს, რომ ალასანია აღარ აპირებს კენჭისყრას და არც იმას, იქნება თუ არა ამ მომენტისთვის ალასანია ოცნების კოალიციის წევრი. მე დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციას ეყოლება ერთიანი კანდიდატი და იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ კოალიციის კანდიდატი გაიმარჯვებს. ფაქტი მეოთხე, ცნობილია, რომ ალასანია საპარლამენტო მოდელის მომხრე არ არის. მისი სიმპათიები საპრეზიდენტო მოდელისკენ იხრება. იმდენად, რომ ამას იგი საკუთარ და ოცნების კოალიციაში შემავალ დანარჩენ პარტიებს შორის ძირითად განსხვავებად მიიჩნევს. განსხვავებული აზრის არც დასამალი იყო, არც დაგვიმალია და ეს ყველასთვის ცნობილია. გასულ თვეს კი, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების ეშხში შესულმა უმრავლესობამ პრეზიდენტის პირდაპირი თუ არაპირდაპირი არჩევის წესზე დაიწყო საუბარი, უკვე კარგახნით ადრე პრეზიდენტობაზე ოცნება აკრძალულმა ალასანიამ მისთვის უჩვეულო პრინციპულობით განაცხადა, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას მისი პარტია მხარს არ დაუჭერდა. ნეტავ რატომ უნდა ალასანიას ასე ძალიან ძლიერი საპრეზიდენტო მოდელი და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები? ფაქტი მეხუთე, ივანიშვილს ძალიან არ უყვარს ალასანია იმდენად, რომ მის ნაციონალებთან კონსპირაციულ გარიგებაზეც ეჭვიანობს. პრეზიდენტის ხდებიან იქ თქვათ და აქვთ ამათ კომუნიკაციები თქვათ ალასანიასთან. მან იცის, რომ ეს იცის ალასანიამაც. თავის მხრივ ალასანიასაც ძალიან არ უყვარს ივანიშვილი, მათ შორის უკვე დიდი ხანია გაირბინა შავმა კატამ სახელად. მე რა ვქნა, აი მე რა. და ალასანიამაც იცის, რომ ეს ივანიშვილმაც იცის. ამიტომ მათი გზები, რომ ადრე თუ გვიან გაიყოფა, ეს ცხადია. კულუარებში აქტიურად ჩურჩულებენ იმაზე, რომ ამ გაყოფის სასურველი დრო ალასანიასთვის საპრეზიდენტო კანდიდატობის დასახელებამდეა, რომ საკუთარი მანევრის საშუალება დაიტოვოს და დიდი ხნის ოცნება აიხდინოს. ქართული პოლიტიკა მოულოდნელობებით უკვე დიდი ხანია აღარ გვაკვირვებს. არც ისაა გამორიცხული, რომ ჩვენი ვარაუდი ვარაუდადვე დარჩეს, მაგრამ უდავოა, რომ ხშირად ფაქტები უფრო მეტად მეტყველებენ, ვიდრე თავად პოლიტიკოსები.